უკვე კარგახანია სურამი ჩუმათელეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე თონეები, რომლებიც ისედაც ვიწრო გზის მონაკვეთზეა განლაგებული და ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობასთვის სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც ხაშური ქარელის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, ასევე საგზაო სამმართველოს. საგზაო სამმართველო თონეების ფუნქციონირების აღკვეთას ვერ ახერხებს. საგადასახადო ინსპექცია კი მათ რეგისტრაციასა და გადასახადის ამოღებას. ამის მიზეზად ისინი მოსახლეობის მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას ასახელებენ. თავად მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ეს თონეები ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების შედეგი და მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა. მთავრობა როგორც გვაცხოვრებს, ისე ცხოვრობს. რომელიც ინდის ელაპარაკობს. ვიცით და მადანაური კაპიკი შევიტანოთ ოჯახში. ყველაზე მეტად რა გიჭირთ ხოლმე, რა პერიოდი გიჭირთ? დამთავრე უფრო გიჭირს სიცილში მდგომა. მაგრამ ასე რომ წვალობ ჩვენი შვილები. ხაშური ქარელის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა სამსახურებთან ერთად ჩატარებული რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება თონეების ფუნქციონირების აღკვეთის მიზნით უშედეგოდ დამთავრდა. ამ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 300 თონიდან კი რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმემ გაიარა. საგადასახადო კოდექსი აღნიშნულ თონეებს სხვა საცხობების მსგავსად რამდენიმე თვის წინ თვეში დაახლოებით 400 ლარის ოდენობით თანხით ბეგრავდა. კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ეს თანხა 35 ლარამდე შეამცირა. თუმცა გია გურასპაშვილი ჯერჯერობით ვერ შემცირებული გადასახადის ამოღების პერსპექტივას ხედავს. მდგომარეობის ფონზე რაღაცა გარკვეული ნაბიჯები არსებობს. მოსახლეობაც ეხლა გულის მფლობელებით საკმაოდ ნორმალურად შექმნეს წელს. გულის მფლობელობაზე გულის მფლობელი ნაწილს საკმაოდ ნორმალურად შექმნეს ჩვენს წინადადებას რეგისტრაციასთან და განსხვავებთან დაკავშირებით. თონეების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ ისინი საკუთარი სახლებიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიყვანა და სანამ ხელისუფლება არსებობის ელემენტარულ პირობებს არ შეუქმნის, მათ ვერც ერთი ძალოვანი სტრუქტურა თონეების დატოვებას ვერ აიძულებს.